შუახევის ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკები და ადამიანური რესურსი. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 71 ერთეული სპეცტექნიკა მიმდინარე პერიოდში ახორციელებს თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს აჭარის მასშტაბით. თოვლის საფარი შეადგენს 1 მეტრზე მეტს, შესაბამისად სამუშაოების წარმოებას გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა უწყოთ რეჟიმში გავაგრძელებთ სამუშაოებს და ხვალე დღის ბოლოსათვის უკვე ყველა ადმინისტრაციული ერთეულებთან და სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზები იქნება გაწმენდილი. 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს ქედის მუნიციპალიტეტში, საკმაოდ უხრინალექი არის მოსული. ყველა მიმართულების, სოფლების მიმართულებით აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს და უწყოთ რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ატარებს, თუმცა გამოწვევები გვაქვს ელექტროენერგიის მიმართულებით.